მოგესალმებით TV პირველზე და გილოცავთ ქალთა დღეს. არ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით რომ ქალებს ეძღვნება დღევანდელი გადაცემა, რომელშიც პირველამდე თქვენ ნახავთ. რას ურთ ქალებს? მინილიფტი. მამაკაცები, ვინც ამ კითხვაზე პასუხი ყველაზე უკეთ იციან. მამაკაცური პროფესიები ქალის სურნელით. რა რეაქცია გვაქვს, როდესაც ტაქსიში ჩასხდომისას მდედრობითი სქესის მძღოლს ვხედავთ? ავდექი და დავიწყე ტაქსაობა, ჟიგული მყავდა მაშინ. 65 წლის მძღოლი ქალბატონის საეთერო მარშრუტი გადაცემაში პირველამდე. მამაკაცი ქალის ტყავში, რა დრო და მონდომება სჭირდება მამაკაც ქალის როლის მოსავალად. მუსიკალური პარასკევი ჩვენს ეთერში. დავით არჩვაძის კლიპის პრემიერა და სარვამარტო განწყობა ჩვენ სტუდიაში. შემოგვიერთდით პირველამდე. სახვითი ხელოვნების მუზეუმი ანა შალიკაშვილის ნამუშევრების პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს. გამოფენა მხატვრის საიუბილეო თარიღს დაბადებიდან 100 წლის თავს ეძღვნება. ანა შალიკაშვილი ერთ-ერთი პირველი ქალი ანიმატორია. ჩხექთა ქორწილი, წუნა და წრულწუნა, რწყილი და ჭიანჭველა და კიდევ არაერთი ყოველთვის საყვარელი და ცნობილი ქართული ანიმაციური ფილმის დამდგმელ მხატვარზე ვსაუბრობთ. ის მეგობრობდა და იფინებოდა ისეთ ცნობილ მხატვრებთან ერთად, როგორებიც იყო ლადო გუდიაშვილი, ელენე ახვლედიანი, უჩა ჯაფარიძე და სხვა. გამოფენა მხატვრის საიუბილეო თარიღს ეძღვნება, წელს მას 100 წელი შეუსრულდება და ექსპოზიციაზე წარმოდგენილი არის დაახლოებით 50-მდე ნამუშევარი. ეს არის გრაფიკული და ფერწერული ნამუშევრების სერიები, ასევე ნახატი ფილმებისთვის შექმნილი ილუსტრაციები. 15 მარტამდე ექნება დამთვალიერებელს შესაძლებლობა, რომ დაათვალიეროს მისი ნამუშევრები. 8 მარტს ყველა ქალბატონისათვის შემოსვლა თავისუფალი იქნება, ასე რომ გელოდებით. 60 ქართველი ქალი მხატვრის ნამუშევრები ერთ სივრცეში დღეს საქართველოს მხატვართა კავშირის საგამოფენო სივრცეში გააერთიანეს. ქალ მხატვრებს ეთმობა ექსპოზიცია, რომელიც დღეს 6 საათზე გაიხსნება და 3 მარტამდე ელის დამთვალიერებელს. ახალი ეგრეთ წოდებული შიშველი მონა ლიზა ერთდროულად ლეონარდო და ვინჩისა და მის მოსწავლეს ეკუთვნის. ნახშირით შესრულებული დიდი ზომის ტილო მონა ვანას სახელითაა ცნობილი და ჯოკონდას გრაფიკულ ესკიზად მიიჩნევა. საფრანგეთის კვლევითი რესტავრაციის ცენტრში ექსპერტები რამდენიმე წლის განმავლობაში ცდილობდნენ ნამუშევრის ავტორის დადგენას. ახალ დასკვნებზე დაყრდნობით ნახატზე ლეონარდოს მარცხენა ხელით შესრულებული რბილი და ჰაეროვანი კონტურები ჩანს, რაც მისი ხატვის ტექნიკისთვის დამახასიათებელი იყო. მაგრამ ამასთან ერთად აშკარაა, რომ ნამუშევარზე და ვინჩის მოსწავლესაც უმუშავია და ნახატი დაუსრულებია. მონა ვანას ნახვას დამთვალიერებელი ივნისში კონდეს მუზეუმში ლეონარდო და ვინჩის გარდაცვალებიდან 500 წლის იუბილესადმი მიძღვნილ გამოფენაზე შეძლებს. ორიგინალის გარდა გამოფენაზე სხვადასხვა მხატვრის მიერ შესრულებული მონა ვანას რეპლიკებიც იქნება წარმოდგენილი. ნამუშევრის უმეტეს ნაწილი ლეონარდოს მიერაა შესრულებული. ეს დიდებული მხატვრის დიდებული ნამუშევარი გახლავთ, აცხადებს ცნობილი კურატორი. ახლა კი გამოდით გადავინაცვლოთ უცხოეთის სიახლეებზე, ოღონდ მთავარი გმირი ქართველია. თინათინ ყაჯრიშვილის ფილმი ჰორიზონტი ეგვიპტეში ასვანის ქალთა ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე 2 ჯილდოს მფლობელი გახდა. ფილმმა კრიტიკოსთა პრიზი მიიღო, ხოლო გიორგი ბოჭორიშვილი მამაკაცის როლის საუკეთესო შემსრულებლად დაასახელეს. ჰორიზონტი ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შექმნილი ფილმია, რომლის მსოფლიო პრემიერა ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა. მას შემდეგ არაერთი საერთაშორისო კონკურსის მონაწილე კინოსურათი სარაევოს კინოფესტივალის მთავარ საკონკურსო პროგრამაშიც უჩვენეს. ფილმში მთავარ როლებს იასო ხიტაშვილი, გიორგი ბოჭორიშვილი, სოსო გოგიჩაიშვილი, ნანა დათუნაშვილი, ჯანო იზორია და ლიკა ოყროშიძე ასრულებენ.
ბაკურ ბურდული თავის მსმენელთან შესახვედრად ემზადება მისი ახალი ჯგუფის წევრებთან ერთად. ჩვენი კორესპონდენტიც იმყოფება Hard Rock კაფეში. ახლა პირდაპირ ეთერში ვრთავთ ამ სივრცეს და ნათია ხართიშვილი უნდა მოგვესალმოს. რა შესთავაზებს ბაკურ ბურდული თავის მსმენელს, ნათია? ბაკურ ბურდული 10 წლიანი პაუზის შემდეგ უბრუნდება სცენაზე თავის მაყურებელს ფილოსოფ პირველ რიგში და ძალიან მიხარია რომ ჩვენი ეთერით გაიგებს მაყურებელი იმ ამბების შესახებ რასაც 15 მარტს უზადებს შენს მსმენელს ახალი ალბომი გავაკეთეთ, ჩავწერეთ და ამ ახალ ალბომის შემოთავაზებით და ამ კონცერტზე თვითონ ისევ ახალი ისე როები ზრდები, რომლის თქვენ ძალიან ბაკურ ამჯერად ზრდები არა მარტო, არამედ ერთთან ერთად. ბაკურ ბურდულს და ნათიას დაუბრუნდებით, ვიდრე ჩართვის სიგნალი გამოსწორდება. რასურთ ქალებს ამ კითხვაზე პასუხი ყველაზე უკეთი მამაკაცებმა იციან, ვისაც ქალბატონები საკუთარ გარეგნობას ანდობენ. ერთად გავიგოთ პრეტენზიული თუ დამყოლი ქალბატონების მოთხოვნები და მოვისმინოთ პასუხებიც კითხვაზე. რა სურთ ქალებს? ჩემთვის ძალიან მარტივია ეს ადამიანს რო უყურებ უკვე აი წარმოვიდგენ უკვე ვიცი რა უნდა გავუკეთო რა მოუხდება და სრულიად ბრმად მენდობიან. რა სურთ ქალებს? ამ კითხვაზე პასუხი ყველაზე უკეთი იმ მამაკაცებმა იციან, ვინც სუსტის სქესის წარმომადგენლების გარეგნობაზე ზრუნავენ. ქალაქში ცნობილი სტილისტი ბადრი ფერაძე წლებია ქალებს თავის მოვლაში ეხმარება. ძალიან კმაყოფილ ვარ იმით, აი ქალები რომ მოდიან და აი გამწყნებული თვალებით ძალიან ბედნიერები რომ მიდიან, ძალიან გახარებულები, ძალიან კმაყოფილები და მე კმაყოფილი ვარ რომ ვაბედნიერებ ქალებს ამითი. სურს რომ იყვნენ ყოველთვის სასურველი და ლამაზნი. და ამისათვის აკეთებენ მაქსიმუმს. პირველ რიგში საკუთარი თავი მოწონდეთ და მერე საპირისპირო სქესის წარმომადგენლებს მოწონდეთ. ქართველი ქალების განსაკუთრებულ გემოვნებასა და სტილის შექმნებას დიზაინერი გიორგი შავერდაშვილიც აღნიშნავს. მისი აზრით ქართველმა ქალებმა ხშირ შემთხვევაში იციან რა უხდებათ. ქართველი ქალი ყოველთვის აი უცხოეთშიც კი გამოირჩევა და აღმოაჩენთ საზოგადოებაში რამდენად მოვლილია, იცის თვითონ იცის მეიქაპი, არ ჭირდება სტილისტი და ძალიან ბევრი ქართველი ქალი თავს უვლის არაჩვეულებრივ. მე ხლა სკანდინავიაში ვცხოვრობ და პარალელს რო ვაკეთებ სკანდინაველსა და ქართულ ქალს შორის, ქართველი ქალი ბევრად მოვლილია. რა უნდათ ბევრად იციან ვიდრე უცხოეთში. ქალბატონს უნდა გახტომა, მაგრამ მე უკვე დამირეკა რომ კატეგორიულად მე არ დამეწერა ქალბატონისთვის დიეტა, იმიტომ რომ მას არ უნდა და მე უკვე გამხდარი ყოფილიყო. ხამის პირველ საათზე. მეტი ჭამა და ნაკლები კილოგრამები ქალების ამოცნების ასრულების გზა პროფესიონალი ენდოკრინოლოგების კაბინეტზე გადის. კითხვაზე რა სურთ ქალებს? პასუხი რა თქმა უნდა დიეტოლოგ შოთა ჯანჯღავასაც გააჩნია. ქალბატონი როცა მოგმართავენ ხოლმე ეს არის უმეტესად ვიზუალური პრობლემა, როდესაც ისინი აღნიშნავენ ჭარბწონას, ხოლო ამ ჭარბწონას რა გართულებები შეიძლება მოსდევდეს, ბევრი ამას არ აღიქვამს ან არ აქცევს ყურადღებას. მაინც ყოველთვის არის პრობლემა, რომ ამ კაბაში არ ჩავეტიე და უკვე მიხვდა, რომ წონის პიკზე მიაღწია, ასე ვთქვათ, მისმა მაჩვენებელმა. არიან ადამიანები ჩვენთან მომხმარებლები, რომლებიც მოდიან ერთ თვეში 25 კილო, ერთ თვეში 30-35 კილო. ძალიან დიდი ბედნიერება დამჯერეთ ჩემთვისაც და იმ თითოეული ადამიანისთვისაც, რომელსაც ჩვენ ვავარჯიშებთ. სხეული სასურველი ფორმები და სასურველია მოკლე დროში. ამ მოთხოვნით ქალები ფიტნეს ინსტრუქტორებს მიმართავენ. ბოლო დროს სავაჯიშო დარბაზებში ქალების რიცხვის ზრდამ ამ პროფესიის მამაკაცებზე მოთხოვნაც გაზარდა. ამ ბოლო წლებში უკვე მომრავლდა რა თქმა უნდა გოგონები. ზოგადად მათზე ფსიქოლოგიურადაც მოქმედებ, იმიტომ რომ მიუთითებ იმისკენ, რომ ანუ კარგ ფორმაში იყვნენ, ჩამოაყრდნენ ზურგი, ფეხები დადი აქ გაასწორე ფეხები, ჩამოცურდი ცოტა, ამოწევას გააკეთებ და გამოსუნთქვას ბოლომდე. აი ესე. კარგია. ძალა ერთობაშია, მაგრამ ჩვენი Facebook გვერდისთვის უკანასკნელი სამი დღეა ძალა
ხალობაშია, დიახაც. მე პირადად ახლა სიუჟეტს უყურებ და არ ვიცი ხალებს ასულთ, მაგრამ მე მგონი ყველასთვის ეს სურვილები ინდივიდუალურია და მე თქვენ მოგიწოდებთ სრულიად სამაყურებლო სივრცეს, რომ გაგვიზიაროთ თქვენი სურვილები და თქვენი ახდენილი სურვილები რაც თავარია და დადოთ ფოტოები, ვიდეოები და პოსტები იმასთან დაკავშირებით, როგორ აიხდინეთ სურვილები, მიაღწიეთ წარმატებას ჰეშტეგი ძალა ერთობაშია. მე გელოდებით Facebook-ზე. ახლა მინდა ერთ ძალიან საინტერესო თემაზე გესაუბროთ. სარვა მარტოთ, ესე იგი ეთიოპიის ავიახაზებმა გააკეთა ესეთი არაჩვეულებრივი რამ, რაც ინტერნეტში გადავაწყდი. Twitter-ზე დაწერეს, რომ დღეს 8 მარტს დაგეგმილია ადი ბოდიშის ქალაქის სახელი დამოვიწყდა. მნიშვნელოვანია მისი სახელი. მნიშვნელოვანია ეთიოპიიდან ოსლოში დაგეგმილია უკაცრავად ფრენა, სადაც მთელი ფრენის განმავლობაში, ესე იგი დისპეჩერები, პილოტები, ეკიპაჟი, მტვირთმზიდავები, ყველა აბსოლუტურად ყველა ვინც კი ფრენის დაგეგმვაში და განხორციელებაში ჩართულია, იქნება ქალი. ეს არის არაჩვეულებრივი კამპანია და პირველად არაკეთებს ეს ავიხაზები სხვათა შორის ამ კამპანიას და არც ეს ავიხაზები არის პირველი, ვინც ამას აკეთებს. მაგრამ სულ 8 მარტს უმიზნებენ? დიახ, სულ 8 მარტს ასე ამთხოვენ და ამბობენ, რომ ამ კამპანიის მიზანი არის აჩვენონ სოფლიოს ადრე კაცების მიერ დომინირებულ სფეროებში ქალების როგორი ძლიერები და როგორი მაგრები არიან. რაც ჩემი აზრით არაჩვეულებრივია და ისედაც ამ ბოლო წლების განმავლობაში 1600 პერსონალის 35% ისედაც უკვე ქალია და მოკლედ ამ ავიახაზების თელ ისტორიაში როგორც დამფუძნებელი ამბობს ქალებს უდიდესი წვლილი მიუძღვით. და 35% მაინც ცოტა, ეხლა მე თუ გაჭედვა მინდა, ხო იცი 35% რა თქმა უნდა ცოტა არავინ არ ამბობს რომ ბევრია, მაგრამ ეთიოპიაში ძალიან კარგი მაჩვენებელია მე მგონი. და ასევე გადავინახოთ ოსლოს გვერდით შვედეთში იმართება შვედეთში არა ფინეთში ყოველწლიურად იმართება ასეთი სპორტული შეჯიბრება რომელსაც ქვია ცოლით რბოლა. ქმრები მოიკიდებენ ცოლებს ზურგზე და რაშვებიან დარბიან და თავარი მიზანი არის გამარჯვება. ეს სპორტი ფინეთში ძალიან პოპულარულია და არა მარტო ფინეთში, ასევე იმართება ხოლმე დედაქალაქში ცოლით რბოლის მსოფლიო ჩემპიონატი. და ახლა მინდა ერთ ძალიან საინტერესო ცოტა ხელოვნებაზეც გადავიდეთ რა, ძალიან მიყვარს მე ხელოვნება და ესეთი რაღაც ვიპოვებ. ING-მ ჰოლანდიურმა კომპანია ING-მ და JWT სახელი ამინდა შემოშორ JWT Amsterdam Advertising-მა გააკეთეს ასეთი კამპანია 350 იმბეროს რემბრანტის 350 იუბილესთვის. და მათ ცადეს ხელოვნური ინტელექტის და რემბრანტის პორტრეტების დახმარებით აღედგინათ გენიალური ხატვრის ხმა. და რისთვის ჭირდებოდათ ეს? მათ გადაწყვიტეს გააკეთონ ვიდეო გაკვეთილები დამწყები მხატვრებისთვის და სხვა არავინ არ გასწავლით, ვარა რემბრანტი, თვითონ რემბრანტი გასწავლით ვიდეოდან ხატვას. ჩვენ შეგვიძლია ახლა გავუშვათ აუდიო, მე მგონი პროდიუსერები Vrij begeerd van mij te vernemen hoe gij mijn schilderij zou kunnen hanteren? Ha, vooral zeg ik u, niemand, behoudens mijzelf, kan schilderen als Rembrandt. Maar zonder wagen niet vergaren. Beziet mijn lessen en ik onderwijs u de geheimnissen der schilderkunst. ამედროვე ტექნოლოგიებით განსაზღვროს როგორი ტემბრი შეიძლება ქონდა რემბრანდს. უმაგრესი მეთოდი არის, იმიტომ თვითონ სურათებიდან, ნახატებიდან ასეთი რაღაც გააკეთო, რომ განსაზღვროს რა ზომის ყელი ექნება და რა ზომის თავის ქალ როგორი ხმა უნდა გამოეშვო, ნუ ძალიან ჩახლართულია ეს, მაგრამ თავარი ეს რომ ეს ყველაფერი გააკეთა ხელოვნურმა ინტელექტმა, ანუ სადამდე მივედით, მაგის თქვა მინდა. და ეს არაჩვეულებრივი კამპანია და ING საიტზეს დევს ვიდეო გაკვეთილები, შეგიძლიათ ნახოთ თუ დაგაინტერესებთ. იგი რამდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ სასწავლო პროცესის მრავალფეროვნებას, რომ ხა ეს ერთია რომ ტემბრი სავარაუდოდ დადგინდა როგორი ექნება და მეორეა რომ ამას რთავენ სასწავლო პროცესში. აი, იმიტომ ჩვენი გადაცემაც პირიქით მადლობა მინდა გითხრა ამ სიახლისთვის, იმიტომ რომ ჩვენი გადაცემა ძალიან ხშირად უთმობს, ხო? სულ 2 კვირაა რაც ეთერში ვარ და ძალიან ხშირად უთმობთ ყურადღებას როგორ ვასწავლოთ, როგორ უფრო მიმზიდველი იქნება ბავშვისთვის სასწავლო პროცესი, საგაკვეთილო პროცესი და
წარმოვიდგინე ხა თავად რემბრანტი რო გელაპარაკება და გასწავლის ეს კიდე პირველი რენდერი არის, პირველი ცდა არის ხმის. მერე და მერე უფრო მიახლოებული იქნება ნამდვილი რემბრანტის ხმას გავიგებ ხალხო. ეს გული ფეთქავს დღეს კიდე უფრო მაგრად, იმიტომ რომ ბაკურ ბურდულმა გადაწყვიტა შეხვედრა მოუწყოს თავის მაყურებელს და ერთგულსმენელს Hard Rock კაფეში, საიდანაც კვლავ ნათია ხართიშვილი გვერდდება და როგორც ვიცი, ერთ კარგ ჰიტს შეგვახსენებენ ცოცხლად პირდაპირ ეთერში. ერთდებით Hard Rock კაფედან ბაკურ ბურდულთან ერთად და რა მოსაზრებებიც არ უნდა არსებობდეს ამ დღესთან დაკავშირებით. პირადად ჩემი გული ყოველ 8 მარტს მართლა განსაკუთრებულად ფეთქავს და სწორედ ვისთან ერთად შემოგიერთებოდი თუ არა იმ ჰიტის ავტორთან, რომლის სიმღერაც ყველამ ზეპირად ვიცით. ბაკურ ბურდული 10 წლიანი პაუზის შემდეგ უბრუნდება სცენას თავის მაყურებელს და მინდა მოგილოცო ბაკურ ეს დაბრუნება. ძალიან მიხარია რომ სწორედ ჩვენი გადაცემის საშუალებით გაიგებს მაყურებელი იმ სიახლის შესახებ, რასაც 15 მარტს პირდები საკუთარ მსმენელს. ნამდვილად, დიდი მადლობა. ახალი ალბომი გამოდის და იქნება ამ ახალი ალბომის პრეზენტაცია და კონცერტი, სადაც ძველ ჰიტებსაც დაუკრავთ მათ შორის. ბაკურ, ამჯერად ბრუნდები არა მარტო, არამედ ბენდთან ერთად, ხომ? მაინტერესებს, რამტომ გადაწყვიტე, რომ ბენდთან ერთად გაგეგრძელებინა მუშაობა და ზოგადად რა სამომავლო გეგმები გაქვთ კიდევ? ბენდთან ერთად სუმუშაობდი, უბრალოდ რაღაც პერიოდი არ მყავდა ბენდი და მარტო უკრავდი ძალიან ისეთ იშვიათად და ეხლა დავბრუნდი, იმიტომ რომ ძალიან დიდი გეგმები გვაქვს, გვინდა რომ თბილისშიც ბევრი დაუკრათ, საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში და საქართველოს ფარგლებს გარეთაც. ნათია, ბაკურის გუმილი ამ პერიოდში უკავშირდებოდა სწორედ იმას, რომ ის იჯდა და მუშაობდა ხმისჩამწერ სტუდიაში ეს ბოლო წლები, რადგან ახალი ალბომით გამოდის. ნინოს აქვს კითხვა, რომ შენი დუმილი ამ პერიოდის განმავლობაში თუ უკავშირდება იმას, რომ ხმისჩამწერ სტუდიაში იყავი და მუშაობდი სწორედ ამ ალბომზე, რომლის პრეზენტაციასაც გეგმავ. კი, და საკმაოდ დიდხანს წერდით, დაახლოებით 2 წელი და უბრალოდ არ ვიჩქარე, იმიტომ რომ ეხლა ჩემ მომენტში სიჩქარეს უბრალოდ აზრი არ ქონდა და ძალიან წყნარად და უკვე დასრულებულია. აუცილებლად მოусმენთ თქვენ ამ ალბომს. ნინო, შენც მოგასმენინებ ამას პირადად და რა ვიცი, იმედი მაქვს, რომ მოგეწონებათ. ეს არის მესამე ალბომი ბაკურ, შენ და რამდენი სიმღერა არის შესული ამ ალბომში? აქ არის 12 სიმღერა და ერთი დამატებული, კიდე რაღაცა ცოტა სხვა ნიმით რა ქვია. 13 სიმღერა გამოდის. ბაკურ, შენი გამოცოცხლები. შეძლებ რომ პროცესებიც გამოაცოცხლოს ნეტა, აი საკონცერტო ცხოვრება არის საკმაოდ შენელებული და პასიურ მდგომარეობაში. შეძლებს გამოცოცხლებას ამ პროცესებში ბაკური, როგორ გონია? შენი დაბრუნებით, რომ გამოაცოცხლო ის პროცესი, რაც ეხლა ჩვენს ქართულ შოუ-ბიზნესში ამ მუსიკის მიმდინარეობაშია. იცით რა არის, ისეთი ხმამაღალი განცხადება იქნება. მე უბრალოდ შემიძლია ვთქვა, რომ იმ ერთ აგურს და შეიძლება ცოტა უფრო დიდ აგურს დავდებ, რასაც მთლიანად იმ ლამაზი სახლის აშენება ქვია, რასაც თანამედროვე ქართული ხელოვნება ქვია და დანარჩენს ვერ დაგპირდებით. ჩვენ ჯერ ამის ბაკურ გისურვებთ წარმატებებს და ძალიან ველოდებით 15 მარტს ახალ ალბომს. მანამდე კი ჩვენს მაყურებელს ქალბატონებს ბაკურის აქვს ერთი გზავნილი ქალბატონებისთვის და მოდი ჯერ გზავნილი ვთქვათ და შემდეგ ალბათ აუცილებლად გილოცავთ 8 მარტს ჩვენ არსებობას თქვენ გარეშე აზრი არასდროს არ ექნებოდა და დიდი მადლობა რომ ხართ საერთოდ ქალებო და ძალიან მიყვარხართ და პირველ რიგში ჩემ დედიკოს და ჩემ შვილს ნანას ულოცავ ვინც ყველაზე ძალიან მიყვარს. დიდი მადლობა მე დაგემშვიდობებით და გიტოვებთ ბაკურის ძალიან ცნობილ ჰიტს ფეთქავს. ხო, დღეს რა თქმა უნდა ეს სიმღერა კიდე რაღაც განსაკუთრებულ ემოციებს აღძრავს ჩვენში, მით უმეტეს მონატრებული
შენ შემოგევლე ბაკურო, ბაჩი გამოგძახა ბაკურ, გაიგე? აი, როგორ გვენატრება? ეს ყველაფერი და მე პირობა მინდა ავიღო ბაკურისგან, რომ ახალი ალბომიდანაც შემოგთავაზებს თავის ნაწარმოებს, ოღონდ ალბათ სხვა დღეს, იმიტომ რომ დღეს მეტი აღარ გამოვა. ახლა ჯობია გავიდეთ რეკლამაზე, ვიდრე რეკლამის შემდეგ გაგაცნობთ ადამიანს, რომელიც ერთ-ერთ ქართულ თეატრში, სპექტაკლში ქალის როლს ირგებს. თვითონ კი მამაკაცი. დარჩით პირველამდე. პირველი აგრძელებს პირდაპირ ეთერში მუშაობას და პირველ საათამდე ჩვენ რა თქმა უნდა გადაცემას ვუძღვნით 8 მარტს. ქალებს და არა მარტო ქალებს, ახლა მინდა წარმოგიდგინოთ ჩემი სტუმარი, რომელიც ილეონის თეატრში, სპექტაკლში ქალის როლს თამაშობს, მაგრამ რამდენად შეიძლება ადვილი მისახვედრი იყოს, რომელი სქესის წარმომადგენელია ეს არტისტი, მოდით სწორედ ახლა გავიცნოთ. ვაჭრაძე, გვარად, ვაჭრიძე, ანდრია, ჩარლის დეიდას როლს თამაშობს სპექტაკლში. მადლობა რომ მოხვედი. მინდა რომ 8 მარტი მოგილოცო. ძალიან დიდი მადლობა. გაიხარ, მეც გილოცავ სხვათა შორის 8 მარტს. დიდი მადლობა. და ყველა ქალბატონს. თქვენ სპექტაკლში გთხოვენ ხელს. იცით ასე ადვილად ჩემს გულს ვერ მოინადირებ სხვათა შორის. მე ძალიან ახირებული ქალი ვარ. და თქვენთან დაკავშირებითაც მაქვს ერთი პატარა ახირება. დავსხდეთ?
კი ბატონო. კარგით. მას შემდეგ რაც დაგამტკიცეს ამ როლზე. ქალებს რაღაცა სხვა თვალით დაუწყალდა ყურება და აი რას აკვირდებოდი, რას იღებდი მათგან? მოკლედ, უპირველეს ყოვლისა ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის და კიდევ ერთხელ გილოცავთ მე როგორც ბაბს ბაბერლი იმავე სპექტაკლში შემოდივარ როგორც მამაკაცი თავიდან და მე ხდება აი ამ ყველაფრის ესე ვთქვათ ტრანსფორმირება. გილოცავთ უპირველეს ყოვლისა 8 მარტს თქვენ ყველა ქალბატონს და გისურვებთ აი ამ საოცარ სილამაზეს მთელი ცხოვრების განმავლობაში. რაც შეეხება აი ამ პერსონაჟს, საკმაოდ საინტერესო იყო და ცოტა შემაშინებელი, როცა რეჟისორმა კახა გოგიძემ პიესა გაანაწილა და მითხრა რომ დონა როზა უნდა ითამაშო შენ. ანუ ბაბს ბაბერლი. სიმართლე გითხრათ ცოტა შემეშინდა, იმიტომ რომ არა, იცი აი ხა ძალიან კონკრეტულად მინდა მითხრა რა. აი უცებ მიხდი რა ტემბრს იპოვნიდი, რა გეცნებოდა. აი ხო არის ხა რომ ალბათ რომ გეტყვიან ამას იწყებ შენ წარმოსახვენი წუთი იცნება, ხო? აი პირველი რა იყო, რაც არ ვიცი სარკესთან თუ სახლში თუ არ ვიცი კულისებში, უცებ მიხდი რომ აი ეს არის რაღაცა მთავარი, რითაც შეიძლება იცით ყველაფერი მოვიდა საბოლოო ჯამში რეპეტიციებზე, როდესაც უკვე სამაგიდო რეპეტიციებს გავცდით და სცენაზე ავედით და დავდექით. აი გამოიძერცა პლასტიკა ამ ქალბატონის ხმის ტემბრიც შეძლების დაგვარად. რთულია ესე ცოტა დილით ესე ვთქვათ. დილა თქვენ არიცით, მე ვიცი დილა რაც იყო მანამდე 16 წელი და ეს ახლა კარგი შუადღე. იცით რა მე უბრალოდ ვერც კი წარმომედგინა ცხოვრებაში რომ ოდესმე ქალის როლს განმოსახიერებდი, თუმცა ეს შესაძლებლობა მომეცა და მე ახლა უკვე თქვენს წინაშე როგორც ქალბატონი. აი ამ წითელ კაბაში რაღაც აქსესუარით და თავისი ყველაფრით, მოკლედ. აი რას ხვდები, რას ურთ ქალებს? უპირველეს ყოვლისა მე მაინც ვფიქრობ რომ ქალებს სურთ და უნდათ ყოველთვის ძალიან ბევრი კომპლიმენტი მათ მიმართ. და ეს კომპლიმენტი სხვათა შორის ჩემს მიმართაც არ ენანებათ ხოლმე სანამ დავიწყებთ სპექტაკლს ჩემს პარტნიორებს. ძალიან გიხდება წეთები. მადლობა ბაჭი ჩემო ძვირფასო. პირველი კომპლიმენტი რაც არის ხოლმე და ისეთი, ნუ მაღალ ხუსლზე ესე კარგად როგორ დადიხარ რაღაც მოკლედ. საკმაოდ საინტერესოა. მაგრამ ძალიან რთულია. ძალიან რთულია თავისთავად მოირგო ქალის როლი და განასახიერო და მაყურებელს ეს დააჯერო ეს ყველაფერი და ისე მიაწოდო რომ ეს არ იყოს რაღაცა ისეთი ქალის ტემბრი. კიდევ ვიტყვი რა ამ სიტყვას, აი რისი დამუღამება მოგიწია? ყველაზე მეტად მაინც მანერის, ქალის მანერის დამუღამება. მაგალითად აი ფეხი-ფეხზე. მაგალითად ფეხი-ფეხზე რაღაც მოცემულ მდგომარეობაში უწევს ამ პერსონაჟს რომ კაბის გასწორება, უწევს ამ პერსონაჟს რომ პარტნიორებს თავი მოაწონოს და რაღაცნაირად იწყებს მოქმედებას, რაღაცნაირად უყურებს, ნუ მოკლედ ცდილობ ისე შევხედო როგორც ქალმაზე წარმოვიდინო. მე ვითომ ქალი ვარ და მოკლედ აი ესეთი რაღაც პატარ-პატარა დეტალები რომელიც საბოლოო ჯამში მე ქმნის ერთია რომ შენ აკვირდები ქალებს გინდა რომ რაღაცნაირად დაიჭირო იპოვნო ისეთი ქალი რომელსაც კარგად მოერგები მაგრამ რამდენად გიწყობს ხელს თქვა არ ვიცი მხოლოდ კაბა არის საკმარისი და ქუსლიანი ფეხბურთელი შეიძლება კითხო რა ხდება კაბის ქვეშ კაბის მიღმა ძალიან საინტერესო ფარდის მიღმა ძალიან საინტერესო პროცესებია რომელიც მოდით დავტოვოთ ისე როგორც არის და დავტოვოთ ფარდის მიღმა და ეს იყოს ესე ვთქვათ ჩვენი საიდუმლო არა ეხა ფორმები ხო ქალური რომელიც ეხლა გამოკვეთილი არის აშკარად ბიუსჰალტერის დამსახურებას მაგალითად ხო კარგით მაშინ არ დავტოვოთ ხო საიდუმლოდ ხო ეს ხო თეატრია. ქალის აქსესუარები თავიდან ბოლომდე, იმიტომ რომ ესეთი მაშინ მოგიყვებით ერთ ისტორიას, როდესაც პრემიერისთვის ვემზადებოდით, ძალიან ექსტრემალურ სიტუაციაში მოგვიწია მუშაობა. მე სცენის მემანქანე ვარ ამავე თეატრში, ლეონის თეატრში და მე ვაკეთებ დეკორაციას და თავისთავად ამ სპექტაკლშიც დეკორაცია ჩემი გასაკეთებელი იყო და პრემიერამდე დარჩენილია 1 საათი, 8 საათზე ქონდა პრემიერა. მეუბნებიან რომ რაღაც ფარდები არ არის გაკეთებული და ჩვენი სცენის ბიჭები იმ პერიოდში არ იყვნენ ადგილზე და ნუ რა უნდა ვქნათ. წავედი
ნახევრად ჩაცმული ეს ფარდები დავასტეპლერე, მოურჩი ყველაფერს. და ჩვენი მხატვარი ანუკა მურვანიძე პარტერში ზის და ქალბატონო ანუკა მეთქი რა აქნეს, მოიტანეს შავი კოლგოტი თუ როგორ მოვიქცეთ და სამწუხაროდ არ მოუტანიათ, იცით, ფეხები უნდა მოკლედ მოიწესრიგო. პრემიერამ ერთი საათია დარჩენილი არც კი. რა უნდა მექნა შევარდი აბაზანაში და დავიწყე ეს ყველაფერი ცხოვრებაში პირველად. და არა უკანასკნელად. პირველად რა პროცესი რამდენად მიმდინარეობდა? რა მოგატყოთ ეს იყო დაახლოებით 40 წუთი და 5 ეგრეთ წოდებული რა ქვია იმას ბიგი. გასაპარში საშუალება. დაახლოებით აი ეს იყო. და სხვათა შორის ისე დაემთხვა ჩვენი სარეპეტიციო განრიგები, რომ პრემიერამდე გენერალური რეპეტიცია გავლილი არ იყო და არ ვიცოდით რამდენად მოვასწრებდით აი ამ ყველაფერს. სპექტაკლი დაიწყო, შევდივარ როგორც ბაბს ბაბერლი, ჩვეულებრივი მამაკაცის კოსტუმში და სადღაც ეს 7 წუთი მაქვს დრო, რომ გარდავისახო დონა როზად და აი ეს 7 წუთი არ ვიცოდით რამდენად მოვასწრებდით აი ამ ყველაფერს. მე დარწმუნებული ვარ 3 წელია სპექტაკლი თქვენი თეატრის რეპერტუარშია და ეხლა ისევ რაღაცა კიდევ ერთი ტალღა დაიწყება ინტერესისა რომ ნახო სცენაზე. ბილეთების ყიდვა არის ძალიან რთული, სულ ანშლაგით მიდის და წინსწრებით თუ დაიჭერთ მართლა რაღაც თადარიქს. მე მინდა წარმატებები გისურვოთ. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან კარგი გამოწვევა მსახიობისთვის შეიცვალოს სქესი სცენაზე და გისურვებთ მთელი გული წარმატება. მე მინდა დაგპატიჟოთ ჩვენთან. სიამოვნებით. იმედია მოგძანდებით. სიამოვნებით. ახლა კი დროა ეთუნა ინსკირველს შევუერთდეთ. დღის ამბების დროა TV პირველზე. ეთუნა რა ეთყობა ახლა აი ამ პერსონაჟს რო კაცია? იდეალურად გამოიყურება და ნინო პირველ რიგში გილოცავ დღევანდელ დღეს. ახლა ახალი ამბების მოკლე მიმოხილვას გაგაცნობთ. ამ დროისთვის ორმხრივი სროლა თბილისში და დაყაჩაღებული საქართველოს ბანკის ფილიალი გლდანში არსებული ინფორმაციით ბანკში რამდენიმე პირი შეიჭრა პოლიციის ადგილზე მისვლის შემდეგ კი სამართალდამცველების მისამართით ცეცხლი გახსნეს. საპასუხო ცეცხლი თავდამსხმელებს დაცვის პოლიციის თანამშრომლებმაც გაუხსნეს. დამნაშავემა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა შეძლეს. ადგილზე იმყოფებიან ექსპერტ კრიმინალისტები და კინოლოგები. არ ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულების შესახებ, თუმცა მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები. დაკავებული ამ დროისთვის არავინ არა. ჯერჯერობით უცნობია მოახერხეს თუ არა თავდამსხმელებმა ბანკიდან თანხის წაღება. ნინო ელიკაშვილი არკვევს მომხდარის დეტალებს. ნინო, რა დამატებით ინფორმაციის მოწოდება შეგიძლია ამ დროისთვის? ეთუნა თქვენ ახლა კადრშიც ხედავთ, რომ ტერიტორია უკვე შემოსაზღვრულია პოლიციის ყვითელი ლენტით და საქართველოს ბანკის ფილიალში, სადაც ყაჩაღობა მოხდა, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. აქ მობილიზებულია საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი და როგორც აღნიშნე ექსპერტ კრიმინალისტები ახლა ბანკში ატარებენ საგამოძიებო მოქმედებებს. შინაგან საქმეთა სამინისტროში, როგორც აღნიშნე ეთუნა, არადასტურებენ ინფორმაციას დაჭრილების შესახებ, თუმცა აქ მაცხოვრებლები ამბობენ, რომ მათ გაიგონეს გასროლის რამდენიმე ხმა დაახლოებით 5-6 ხმა, რის შემდეგაც უკვე დაინახეს დაჭრილი პირი, რომელიც უკვე გადაიყვანა სამედიცინო დახმარების ბრიგადამ. როგორც თვითმკვლელები ამბობენ, დაახლოებით 3 ნიღბიანი პირი შეიჭრა საქართველოს ბანკის ფილიალში და მას შემდეგ რაც მათ დაინახეს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები, უკვე გაისროლეს იარაღი. ჩვენ შეგვიძლია ახლა თვითმკვლელების კომენტარები პირდაპირ ეთერში მოვისმინოთ. სროლის ხმა არ გაგიგია? სროლის ხმა გევიგეთ. რამდენი დაახლოებით? დაახლოებით იქიდან იყო, სულ აქედან იყო სროლა. აბანავის იყო სხვა. დაჭრილის შესახებ გაქვთ ინფორმაცია? დაჭრილის წაიყვანა სასწრაფო. ვინ არის დაჭრილი? დაცვა. პოლიციის თანამშრომელი არის? დღის რომელ მონაკვეთში? ალბათ 1-2 საათის უკან. ანუ დილით გაიგეთ ეს? დილით ხო? დილით მოხდა შემთხვევა. სარვამარტო მოლოცვა იყო. რამე წაღებულია ბანკიდან რა თქვეს აქ? არ ვიცით, აი როგორც თქვენ მოხვედით, ისე ჩვენ მოვედით. ჯერჯერობით უცნობია წაღებულია თუ არა თანხა ბანკიდან. თქვენ ახლა კადრში ხედავთ, რომ აქ მობილიზებულები არიან საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და აი ამ ტერიტორიაზე საპატრულო პოლიციის მანქანასთან იმყოფებიან დაცვის თანამშრომლები. სავარაუდოდ ეს ის მანქანაა, რომელსაც თავდამსხმელმა ცეცხლი გაუხსნა და როგორც ჩვენთვის ხდება ინფორმაცია, სწორედ დაცვის თანამშრომელია დაჭრილი, თუმცა ამ ინფორმაციას ჯერჯერობით შინაგან საქმეთა სამინისტროში არადასტურებენ. ასევე უცნობია ინფორმაცია, რა თანხაა წაღებული ბანკიდან.
როგორც ადგილზე მაცხოვრებლები გვიყვებიან, გასროლის ხმა მათ გაიგონეს დაახლოებით 1 საათის წინ და შემდეგ უკვე გაიგეს ინფორმაცია, რომ არის დაჭრილი ერთი პირი, რომელიც სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა უკვე გადაიყვანეს. ჯერჯერობით უცნობია რა მუხლებით მიმდინარეობს გამოძიება. სავარაუდოდ გამოძიება დაიწყება ყაჩაღობისა და იარაღის უკანონო შენახვის მუხლებით, თუმცა ჯერჯერობით ოფიციალური განცხადება, როგორც აღნიშნე, უწყებას არ გაურცელებია. შემთხვევის ადგილიდან ნინო ელიკაშვილი გვერდთვებოდა. სკანდალურ წერილთან დაკავშირებით პრემიერი დუმილს არღვევს და პირველ კომენტარს აკეთებს მამუკა ბახტაძის თქმით, დღეს რომ 1 აპრილი იყოს, ისიც შეიძლება ეთქვა, რომ გიორგი გახარიამ მასთან დაადასტურა, რომ ნამდვილად ჩაწერა წერილში, მათ შორის ის, რომ არტარიასთან ერთად სხვა რომელიმე მუსიკალური არხისგან ან რაგბი ტივისგან სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას ითხოვდა. ვიცე-პრემიერის მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს კი მთავრობის მეთაური მიზანმიმართულ და ორკესტრირებულ შეტევას უწოდებს. ეს არის 8 მარტი. რო იყოს 1 აპრილი, გულსხმელად უფრო გამიადვილდებოდა ამ წერილზე პასუხის განმარტების გაკეთება და შეიძლება არ ვიცი ისიც მეთქვა, რომ გიორგი გახარიამ ჩემთან დაადასტურა, რომ ნამდვილად ჩაწერა, მათ შორის ის, რომ არტარიასთან ერთად ითხოვდა რომელიმე მუსიკალური არხისგან ან რაგბი ტივისგან სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას. ბიზნესზე ზეწოლასაც შეეხება და ზოგადად იმ ბრალდებებს, რომელსაც მე ისმენ გიორგი გახარიას წინააღმდეგ. ეს არის როგორც ჩანს პოლიტიკურად ორკესტრირებული, ეს სიტყვა მოდაში შემოვიდა საქმე. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გიორგიც ისევე როგორც კაბინეტის ნებისმიერი წევრი ყოველთვის გაცემს კითხვებზე პასუხს, როდესაც არსებობს კითხვები, მას სჭირდება პასუხები, მაგრამ როდესაც თქვენ შინაარსზე შემეკითხეთ, მას შორის წევრის შინაარსზე, ამაზე მართლა მიჭირს სერიოზულად რო გიპასუხოთ. როდესაც ასე მძიმე ბრალდებას აყენებ, არ უნდა დაადასტურო, ხო? ან სრუდასმენისთვის პასუხი უნდა აქვს. კი ბატონო, გვაჩვენოს, საზოგადოებას აჩვენოს, საგამოძიებო ორგანოები ყოველთვის ზად არიან და კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო. თუ ეს ბრალდებები გამყარებულია კონკრეტული ფაქტებით, პირველი მე ვიქნები, რომელიც მოითხოვს ასეთი გამოძიებების დასრულებას უმოკლეს ვადაში. ეროვნული ბანკის მუშაობით კმაყოფილი პრემიერი ამბობს, რომ განცხადებები, რომელიც ბოლო დღების განმავლობაში ეროვნული ბანკის მისამართით ისმოდა, უსაფუძვლო და პოპულისტური იყო. მამუკა ბახტაძე განმარტავს, რომ ბანკმა ზედამხედველობის ნაწილში მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც ძლიერი არგუმენტებით იყო გამყარებული. რომ ეროვნული ბანკი გახლავთ სრულიად დამოუკიდებელი ინსტიტუტი და ძალიან მაღალი პროფესიონალებით და კარგი პროფესიონალებით დაკომპლექტებული ინსტიტუტი, რომელმაც აჩვენა თავის საქმიანობაში, რომ ის ყოველთვის მოქმედებს ძალიან მაღალი ეთიკური ნორმებით. გადაწყვეტილება ზედამხედველობის ნაწილში, რომელიც როგორც ჩვენ მოვისმინეთ, იყო შესაბამისი ძლიერი არგუმენტებით გამყარებული და ასევე კიდევ ერთხელ სურს გამოვეხმაურო და გამოხატო ჩემი ძალიან დადებითი მიდგომა იმასთან დაკავშირებით, რომ ეროვნულმა ბანკმა და TBC ბანკმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს მიდგომებთან დაკავშირებით. TBC ბანკი გახლავთ ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ფინანსური ინსტიტუტი, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენი საფინანსო სექტორისთვის, არამედ ეროვნული ეკონომიკისთვის და შესაბამისად ძალიან სამწუხარო იყო ჩვენთვის იმის მოსმენა, რომ სხვადასხვა სრულად უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალები ცდილობენ რომ ეს საკითხი დააბრუნონ უპასუხისმგებლო პოლიტიკურ საინფორმაციო ველში. პრემიერის ქებას არიზიარებს ბიზნესმენი თემურ ჭყონია და ეროვნულ ბანკს განმარტებების გაკეთებისკენ მოუწოდებს ფულის გათეთრება, ქვეყნის დაქცევა. არ არის საზოგადოებას უნდა აუხსნას ეროვნულმა ბანკმა თუ რა არის ფულის გათეთრება. ამის შესახებ ჭყონიამ BMG-ს განუცხადა კოკაკოლა ბოთლებს ჯორჯიას პრეზიდენტი ამბობს, რომ ეროვნული ბანკი დუმს. თემურ ჭყონიას თქმით, მთავარმა საფინანსო ინსტიტუტმა ფინანსური ანალიზი უნდა ჩაატაროს. ბიზნესმენის თქმით, TBC-ის საქმის ირგვლივ გაჩენილი კითხვები ამ დრომდე პასუხგაუცემელია. ფულის გათეთრება ამათ ქვეყნის დაქცევა ჰგონიათ. რა თქმა უნდა დანაშაულია, მაგრამ საზოგადოებას უნდა აუხსნას ეროვნულმა ბანკმა თუ რა არის ფულის გათეთრება.
ეროვნული ბანკი უნდა აკეთებდეს ფინანსურ ანალიზს, რა ფინანსურ დანაშაულზეა საუბარი. თქვას, რომ ეს кейსი შედგება ამ პუნქტებისგან, მაგრამ არაფერს არ ამბობს. დაგველოდეთ პირველამდე სულ ცოტა დრო რჩება, ახლა კი ისევ ნინო არაზაშვილს უბრუნდებით. მადლობა ეთუნა, პირველამდე გემშვიდობები შენ, ამ დროში კი ვტოვებ ჩვენს მაყურებელს, იმიტომ რომ დღეს გვინდა წარმოგიდგინოს ყველაფერი, რაც ეხება ქალებს და რა თქმა უნდა მამაკაცებს. დღეს ვცდილობთ, რომ გიჩვენოთ ის სივრცეები, სადაც ქალებს მამაკაცები ემსახურებიან, გავანტურებასთან ერთად მათი საქმე ქალის მოთხოვნების გათვალისწინებას გულისხმობს, მამაკაცური პროფესიები ქალის სურნელით ჩვენს რეპორტაჟში. ქალის მკერდის სხვადასხვა სახის სუვენირები. ეს მამოლოგის სამუშაო ოთახია. ბექა სამხარაძე ქალებს სილამაზისა და ჯანმრთელობის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლოს შენარჩუნებაში ეხმარება. ამბობს, რომ ქალ პაციენტებთან მუშაობა განსაკუთრებულ ფაქიზ მიდგომას ითხოვს. ეს ორგანო თვითონ არის ის ორგანო, რომელიც მისთვის არის სიმბოლო სილამაზის, სიმბოლო რაღაც თავდაჯერებულობის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ჩვენ რა თქმა უნდა ყოველთვის ისეთ გამოსავალს ვცდილობთ მოვძებნოთ, რომ ორგანო აღარ კონდეს ხო ქალბატონს ახლა ჩვენს საუკუნეში ეს არც უნდა იყოს ქალბატონი სარძევეჯგრის გარეშე საოპერაციო არ უნდა გამოდიოდეს. ყველაზე ერთი დადებითი ისაა, როცა ქალბატონი მიდის, ნაყოფილია მოდის და თუ შეიძლება გაკოცოთ. პლასტიკური ქირურგია დარგი, რომელსაც ყველაზე მეტი ქალი პაციენტი ყავს. ივა კუზანოვის ხელები რამდენიმე ათეული წელია მდედრობითი სქესის წარმომადგენლების სახესა თუ სხეულს სასურველ ფორმებს აძლევს. ჩვენ ძალიან კომპლექსურად ვდგებით და ზოგიერთი ქალი მოდის უფრო უცხოეთი და ჩვენი ქალები უფრო მომზადებულები არიან და უფრო მეც კითხულობენ. აი სასმარადობოდიან მინილიფტის შედეგს ვერ მიიღებს ვერასდროს. საიდან არ ჩამოდის ხალხი, ხო? ჩვენი ქალები უფრო ლამაზები არიან სახით. ტანები უფრო ევროპისკენ, რუსეთისკენ, უკრაინისკენ. გამარჯობათ. რიგი ექიმი ვარ შემოვლაზე. როგორ ხართ? როდის მშობიარეთ? ფიზიოლოგიურად თუ საკაისროკვეთით? პროფესია, რომელიც მხოლოდ მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს უწევს მომსახურებას. გინეკოლოგის საპასუხისმგებლო და საჭირო საქმიანობის დამფასებლები თუ შემფასებლებიც მხოლოდ ქალები არიან. პირველ რიგში არის დიდი პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, არის დიდი რისკი და ეს ყველაფერი მთავრდება მერე დიდი ემოციით, რასაც ქვია ორსული შემთხვევაში უკვე ახალშობილი და რაღაცა რთული პაციენტის და რთული ოპერაციის შემდგომ უკვე ბედნიერი და ჯანმრთელი პაციენტი. ხალებს კაცებთან განსხვავებით უფრო ისეთი სხვანაირი დამოკიდებულება ჭირდება, უფრო თბილად მოპყრობა ჭირდება და უფრო მოვლა და პატრონობა ჭირდება, როგორც კაცის მხრიდან, ისევ ექიმის მხრიდან. თანამედროვე ეპოქა არ ცნობს განსხვავებას ქალსა და მამაკაცს შორის, თუმცა საინტერესოა, რას გვეუბნება მეცნიერება ამ საკითხზე. მდედრობითი სქესის ფსიქოლოგიური პორტრეტების გამოკვეთას ჩვენ სტუმართან სალომე ფანჯიკიძესთან ერთად ვაპირებთ. სალომე ფსიქოთერაპიის სახლი კამარას ფსიქოლოგი გახლავთ და მადლობა, რომ შემოგვიერთდით ტელეპირველზე. როდესაც საუბრობთ ქალებზე, პირველ რიგში დღეს რაღაცა მასიურად იგრძნობა, რომ ქალებს აქვთ პრეტენზია საკუთარი სხეულის მიუღებლობასა და მიღებულობასთან. ეს იგრძნობა ყოველ ფეხის ნაბიჯზე. როგორ უვლიან თავს, რამდენად ხშირად იღებენ ფოტოებს, თქვენც ალბათ ამას როგორც ფსიქოლოგი აკვირდებით თქვენი რაპორტიდან. იცით რა, ძალიან საინტერესოა სხვათა შორის, იმიტომ რომ ამ სოციალური მედიის ეპოქაში ეს უფრო კიდევ მეტად წარმოჩინდა, როცა ჩვენ შეგვიძლია თვალი ვადენოთ არა მხოლოდ ჩვენი თანამოქალაქეების მიდრეკილებებს, ასე ვთქვათ, არამედ მსოფლიო ტენდენციას, ხო, რამდენად მსოფლიოს ყველა მოქალაქე ფაქტიურად ქალები ჩართულები არიან თავის წარმოჩენაში და მოკლედ ახალი მიმდინარეობაც არის ეს ინსტაგრამის მოდელობა, ასე ვთქვათ. ეხლა მე ვფიქრობ ესეთ რაღაცას, რომ სინამდვილეში ეს სხეულთან შეუგუებლობა ან პირიქით სხეულის რაღაცნაირად გამოკეთების სურვილი ეს ყოველთვის არსებობდა ადამიანში. დღესაც კი შეგვიძლია რომ გადავალოთ თვალი თქვათ ადრეულ ტომებს, თუნდაც იმ ტომებს, რომელიც ახალ არსებობენ, სადაც არ არის თქვათ განვითარება იმ დონეზე მისული, რაც ცივილიზებულ სამყაროში.
მათი სხეულიც კი არის მორთულ-მოკაზმული სხვადასხვა რაღაცით, ხო? შეიძლება შეგხვდეს ხალხი, რომელიც თქვა ბევრ რგოლებს ისვავს კისერში, იგრძელებენ კისერს, რაღაცა ტუჩი ისვავენ, რაღაცა დიდ დისკოს, რომელიც ადიდებს თქვათ მათ, ან დახურეტილი აქვთ ყური სხვადასხვა რაოდენობის სისქის კი ხო და მოხატულობა სხეულისაც კი მაქედან მოდის, ანუ პირველი ტატუები ასე ვთქვათ მათ გამოიგონეს. იცი რა, რეალურად ეხლა მე თქვენ გისმენთ ეს რაღაცა რიტუალებთანაც იყო კავშირში, მაგრამ ეს არ იყო უბრალოდ როგორც მაგალითად მამაკაცები პოლიგონზე ტალახიანი ხელით ისო სახეზე. აქ აშკარად ნაზრუნია ესთეტიკაზე, აშკარად წინ მოდის რაღაც ორნამენტები. კი, და ეს არის ძალიან საინტერესო, რომ რატო უჩნდება ადამიანს სურვილი, რომ მაინდა-მაინც სხეულზე მოახდინოს ეს ყველაფერი, ანუ რაღაცა როგორც ჩანს ფუნდამენტური შეუთავსებლობა თუ ფუნდამენტური როგორ თქვა, არაღიარება სხეულის, როგორც ჩანს ყოველში ეს ცოტა ფილოსოფიაში გადავიჭერით, მაგრამ როგორც ჩანს მაინც არის და რა თქმა უნდა, აი ამ დახვეწილი ტექნოლოგიების სფეროში გინდა ვთქვათ ოპერაციების კუთხით თუ ასე შემდეგ უფრო ჩანს და თვალნათელია თუ რა შეუძლიათ ადამიანს გაიკეთონ და შეიცვალონ თავენ სხეულში. ამიტომ ეს რაღაცა მიუღებლობა თუ შეუგუებლობა იმ სახლთან, რომელშიც ვცხოვრობ და ერთადერთი სახლი, რომელიც გვაქვს ჩვენი სხეული, ფაქტია, რომ არსებობს. როგორც ფსიქოლოგს მინდა გითხოთ, რომ თქვენ გაქვთ შეხება ფსიქოთერაპევტის ჯანდებით თქვენს პაციენტებთან. ყავთ პაციენტი, რა თქმა უნდა, მე მის სახელს და გვარს არ გთხოვთ ახლა, რომელიც გატაცებულია პლასტიკური ქირურგიით. იცით რა, აქ არის ორი მომენტი, როდესაც ჩვენ რაღაცას ვთვლით პრობლემას და რაღაცას არ ვთვლით პრობლემას. ახლა არის თქვათ ასე ვთქვათ ოპერაცია, რომელსაც ადამიანები იკეთებენ, თქვათ მაგალითად ცხვირი, ყველაზე აქტუალური ან მკერდი ქალებში, იმიტომ რომ მკერდი ყველაზე დიდი იდენტობაა ქალურობის, ის განასხვავებს ასე ვთქვათ ქალის სხეულს მამაკაცისგან ძალიან თვალნათლივ, ასე ვთქვათ, ამიტომ ეს ქალებისთვის ძალიან დიდი იდენტობის ნიშანია და ცხადია, თქვათ მშობიარობის შემდგომ და ბავშვის ძუძუთი კვების შემდგომ, როდესაც ფუჭდება ეს იდენტობა, ასე ვთქვათ, ძალიან ხშირად მათ უნდათ რომ ეს აღიდგინონ. ხო, აი ვიღაცა არის რომ ერთს იკეთებს, კი, აი ეს უნდა მეთქვა, პრობლემა, როდის ამას თავის სახელიც აქვს, ეს არის დისმორფოფობია და დისმორფომანია, ასეთ სახელებით არის ეს ცნობილი, როდესაც ადამიანს აქვს დარღვეული აღქმა თავისი სხეულის და აბსოლუტურად ეჩვენება, რომ რაღაცა სიმახინჯეს უყურებს და თითქოს ამ სიმახინჯეს აღმოფხვის სურვილი ამოძრავებს და ეს უკვე ექიმის კომპეტენცია უნდა იყოს, ვინც არის პლასტიკური ქირურგი, რომ არ დაუშვას, რომ გამოეპაროს მას ფსიქიკური მდგომარეობა ადამიანის და ასე ვთქვათ ფინანსური რაღაცა მოგების კუთხით არ მიუდგეს ადამიანების ჯანმრთელობას და ფსიქიკას და ასე შემდეგ. ჭარბ ემოციურობას აბრალებენ ქალებს, ალბათ ფსიქოტირებზეც არის დამოკიდებული, ხო, მაგრამ ხომ არ ჭირდებათ ეს 21 საუკუნის მამაკაცებს თავის ძალაუფლების ხაზგასასმელად? იცით რა, მე ვფიქრობ, რა თქმა უნდა, კაცები დაპანიკდნენ ამ საუკუნეში, იმიტომ რომ ქალები ძალიან წინ წამოიწიან ბევრ სფეროში, მათ შორის იმ სფეროებში, სადაც მათ ჰქონდათ, კაცებს ჰქონდათ დომინაცია, იქნება ეს ტექნოლოგიები, იქნება ეს მეცნიერება, ბიზნესი და ასე შემდეგ. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ შეიძლება ხო ეს იყოს ხაზგასმი იმისი, რომ ქალები ნამეტანი ემოციურები არიან და მათ ეს არ გამოდით, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მე მგონი, რომ ყველამ, მათ შორის კაცებმაც უნდა შეიცვალონ, ასე ვთქვათ, დამოკიდებულება და საერთოდ რაღაც ვიყოთ გამზიარებლები, რომ შეგვეძლოს თუნდაც ძალაუფლების იქნება, თუ ფინანსური ძალაუფლების, თუ ასე შემდეგ, ყველაფერს გაზიარება და სამყარო იყოს დაფუძნებული გაზიარებაზე და არა დომინაციაზე, მე მგონი ეს იქნებოდა ყველაზე ჭკვიანური გამოსავალი ამ საუკუნის, ესე ვფიქრობ. გაზიარება და გადანაწილება. კი, რა თქმა უნდა. მადლობა. საუმე პანჯიკიძე იყო ჩვენთან გადაცემაში, იყო დრო, როცა მე პირადად საჭეს რომ მივიჯექი საუმე. ქუჩაში სხვა ქალი მძღოლები უბრალოდ ფიზიკურად არ მხვდებოდნენ, გან არ იყვნენ, უბრალოდ არ მხვდებოდნენ, იმდენად ცოტანი იყვნენ. რაოდენობა, რა თქმა უნდა, ქალი მძღოლების ახლა ჩვენს დროში საგრძნობლად მომატებულია. ბოლო წლებში თვალნათლივ იმატა ქალებმა ტაქსის მანქანებზეც, ორ მათგანთან ერთად თბილისის ქუჩებში ჩვენმა ჟურნალისტმა გვანცა ბერუკაშვილმაც იმგზავრა გუშინ.
65 წლის ქიზიყელი ელიკო მენთეშაშვილის დილა მანქანის შემოწმებით იწყება. შემდეგ ავტომობილს ტაქსის ტრაფარეთს არგებს და სამუშაოდ გადის. თბილისის ქუჩებში ჟიგულის მარკის მანქანით და ტაქსის ტრაფარეთით 15 წლის წინ გამოჩნდა. ელიკო ბებო გვიყვება, რომ ქალაქში პირველი ქალი ტაქსის მძღოლი იყო. წელიწად ნახევარი ვიყავ უმუშევარი და მე იძულებული გავხდი ავდექი და დავიწყე ტაქსაობა. ჟიგული მყავდა მაშინ. და იმის მერე მუშაობ, მე ჟიგული გავყიდე და ახლა ეს ვიყიდე. პირველი ვიყავი ჟიგულით, მარტო მე ქალი ტაქსი ჟიგულით. მაშინ იმიტომ ყველას უყიდდა, ყველას. ქიზიყიდან თბილისში 25 წლის წინ ჩამოვიდა. ვაკეში აბაშიძეზე ერთ-ერთი მაღაზიის დირექტორი იყო. ახლა კი ამ მაღაზიის წინ ტაქსით მგზავრებს ელოდება. ამბობს, რომ მუშაობა ღამის საათებშიც უწევს. საყვარელი საქმით კი თავის რჩენას ახერხებს. ცხოვრება მიყიდა პატარაობიდან, მე გამისულიყო ცხოვრებაში. ჟიგულა ვიყიდე ჩემი ფულით. ვიყიდე ჩემი. ეს არის ჩემი ბირჟა, ისა რა ქვია, ტაქსების. აგერ მაღაზიაც ახლოში იყო, სადაც მუშაობდი 30 წელი და სახლიც აგერ მაქვს და აქ მაქვს უბანი ჩემია რო იტყვიან რა. 32 წლის ჟანა მანქანით მომსახურების კომპანიაში 1 წელია მუშაობს. ეს მისი დამატებითი შემოსავალია. თავისუფალ დროს კომპანიის აპლიკაციას რთავს და შეკვეთაზე გადის. იმის გამო, რომ ქალია ხშირად აღმოჩენილა უხერხულ სიტუაციებში. ხანდახან თავისუფალ დროს ჩავრთავ ხოლმე აპლიკაციას და გამოვდივარ. ძალიან მიყვარს მანქანის ტარება, ჩემი ქალაქი. ძალიან ბევრს უყვირთ, რომ ქალს ნახავენ ძღოლს. პროტესტსაც გამოთქვავენ, კაცები უფრო. რავი, მომწონს ჩემი სამსახური, ჩემი შემოსავალი მაქვს. თუ მეცნიერულ კვლევებს დავუჯერებთ, მამაკაცებისგან განსხვავებით, ქალი ტაქსის მძღოლები უფრო ფრთხილი, მშვიდი და კანონმორჩილები არიან. თბილისში ტაქსით მომსახურების ლიცენზია 80-მდე ქალ მძღოლზეა გაცემული. ალბათ გვინახავს ფილმები ან წაგვიკითხავს წიგნები, სადაც ციხიდან პატიმრები გვირაბით აღწევენ ხოლმე თავს. ეს მოცემულობა მე-20 საუკუნის მიწურულს ქართულ სინამდვილეშიც აისახებოდა, რადგან 1991 წლის მარტის დასაწყისში ციხეებიდან გაქცევის სერიებით გამოირჩეოდა. 34 შრომა გამოსწორების კოლონიიდან, სადაც გვირაბს თურმე 5 დღე თხრიდნენ, 11 კაცი გაიქცა. პარალელურად კი რუსთავის კოლონიიდან 15, აქაც თხრილებით. ამ მოვლენებთან დაკავშირებით დღეს წორს გაზეთი საქართველოს რესპუბლიკა 1991 წელს წერს, როგორ შეიძლებოდა მომხდარიყო ასეთი რამ. ვინმეს გაუგია ჩაკეტილ კაცს მოხერხებულობა ასე ემატებოდეს. აბა თქვენ იცით ქალებო, ამ სათაურით კი აქვეყნებს სტატიას 1987 წლის 8 მარტის ნომერში გაზეთი ლელო. სპორტული საზოგადოება ულოცავს ქალებს 8 მარტს და ხაზს უსვამს მათ გააქტიურობას როგორც სპორტულ თამაშებში, ასევე გულშემატკივრობაშიც. რომელი სპორტსმენი დატოვებს უყურადღებოდ გულშემატკივარი ქალის წამოკივლებას ან მის შეძახილს? დინამო. სტადიაში ასევე წერენ, ის რაც ადრე მამაკაცებს გვანცვიფრებდა, დღეს ასე აღარაა. ქალმა ხელიდან გამოგვტაცა ავტომობილის საჭე, სიგარეტი, სტადიონის აბონემენტი, ბურთი და სხვა. ვინ იცის რა მასშტაბებს მიაღწევს ფემინიზაცია, თუმცა ერთი რამ ცხადია, რომ ქალმა სპორტი და ტრიბუნები აშკარად გააკეთილშობილა. მაისურებზე სასურველი ფოტოს ან წარწერის გადატანა დღეს საკმაოდ გავრცელებულია, თუმცა წარმოიდგენდით, რომ იგივე ტენდენცია საქართველოში მე-19 საუკუნეშიც არსებობდა? დიახ, მე-19 საუკუნეში 1898 წელს 8 მარტის გაზეთი ცნობის ფურცელი აქვეყნებს ასეთი ტიპის განცხადებას. მოქალაქეებს თავაზობენ აბრეშუმზე და ატლასზე ქართველი მეფეების, წერლების თუ ცნობილი ადამიანების ფოტოგრაფიული სურათების გადატანას. განცხადებაში ვკითხულობთ: თამარ მეფის სურათი ატლასზე ბალიშისთვის, აბრეშუმის ცხვირსახოცები ამავე სურათებით. შემიძლია მსურველთათვის გავაკეთო მათი საკუთარი სურათებიც. ვინც ბევრს შემიკვეთავს, იმას იაფად დაეთმობა. ტრენდულია ეს ყველაფერი. მე-19 საუკუნეში ხდება ეს. ხო და რა არის იცი? იაფად ხდებაო და ხა ვერ გეტყვი რომ ბევრი, მაგრამ ერთი მაისური შენთვის დავდეშტო დღეს. როგორ ფიქრობ, რა შეიძლება იყოს ზეთ დაპრინტული? წარმოგიდგენა არ მაქვს. კარგი, მაშინ ჯერ არ გაჩვენებ, ცოტა ხანი მაყურებელმაც მოითმინოს. არც მეტი, არც ნაკლები. აჰა. ჯერ შეხედა. კარგი. არც მეტი, არც ნაკლები. შეტრიალდი.
და იცი რატო? დღეს ხო არის 8 მარტი. ქალთა დღეო, ჩემთვის ყოველი დღე ქალების დღეა, მაგრამ ხო არის ქალების დღე. მაგრამ ჩვენს არხზე არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ქალის დაბადების დღე. მე ვიცი რომ გიყვა შენი გაგრიგოლია და ეხლა როგორი ხმამაღალი ჟურნალისტიც არის. აი ესე ხმამაღალს უნდა დავჭექოთ და მიულოცოთ. მზად ხარ? კი ბატონო. ინგა გილოცავ დაბადების დღეს. აი ესეთი პრინცესა ჩქარი. გამიხარდა ეს. დაიტოვე? კი, აუცილებლად. მაშინ ინგასთვის ცალკე უნდა შევუკვეთოთ. საჩუქარი ხო ჭირდება? ახლა კი დრო რეკლამაზე გავიდეთ. სანამ დღეს ჩვენ სტუდიაში პირველ რიგში არ შემოგთავაზებთ მუსიკას, რა თქმა უნდა, ქალებისთვის, ეს სიმღერაც ქალებს ეხება და ასევე დაგპატიჟებთ ქალებს და არა მარტო ქალებს ახალი მუსიკალური ვიდეოს პრემიერაზე. დარჩით პირველამდე. ქალობს თარიდარობს გული ელის რას დღეს თუ ერთმა მიგატოვა ხვალი პოვის ხვალს თუ კი კაცის სიტყვა ფასობს შენ თუ ელი მას დღეს თუ ღმერთი არ აღწევს ნუ მოიკლავ თავს ქალისედი მღერისო Kali moperebiso Ne davisera vedia Ne davisera eliso Kali kalos guli kharos Rotsa eligas Kali mains kaliada Bisemiadas Kargi katsis sitqo apasos დაუჯერეს ხვა დღეს თუ არ ახვალებო დადაგიგრავს თავს ქალისედი მღერისო ქალი მოფერებისო ნედავისერა ვედია ნედავისერა ელისო Sevdit beriso kalimo perebiso ne da visera vedia ne da visera eliso ne da visera eliso ძალიან დიდი მადლობა ანსამბლი ჰანგი, ჯგუფი ჰანგები, კვარტეტი ჰანგები და დათო არჩვაძე შეგვისრულეს ნატო გელაშვილის სიმღერა მისსავე ლექსზე. ხვიჩა მაღლაკელიძე აკეთებდა აკომპანიმენტს, ხო? გიტარით. ეს თუჩი მოხდება. და ასევე მინდა წარმოგიდგინოთ დათო დღეს მოვიდა თავის ბიჭებთან ერთადაც და მოგუყვანა მარიამ კობეშავიძე, სწორედ მარიამთან ჩაწერილი სიმღერის ვიდეოკლიპის პრემიერა გვექნება გადაცემის მიწურულს. ცოტა ხანი მოვითმინოთ, ხო? დათო, მოგესალმები, მადლობა ამ სიმღერისთვის. მე გუშინ ნატოსაც ვესაუბრე გელაშვილს ამ სიმღერის თაობაზე, რომ მართლა რაღაცა რამდენიმე წლის წინ ჩაიწერა, მაგრამ მე პირველად მოვისმინე, როდესაც შენ ახლა ითვლება, ახალ ვერსიაც. ძალიან არ ძველდება ჩვენ დასასიხარულოდ. ძალიან კარგია, მოდი თუ შეიძლება გითხარი პირველ რიგში, ეხლა ქალთა დღეს
და ზოგადად დედის დღე იყო, ხო, რაღაც ამ დღესასწაულებზე ქართველი მომღერლებზე განსაკუთრებულად რაღაც მოთხოვნა იზრდება. იმედი მაქვს, იმიტომ რომ სხვა დროს ცოტა აღიაროთ, რომ არის მიძინებული საკონცერტო პროცესები, ხო, ჩვენთან სამწუხაროდ. დღეს გაქვთ სადღაც ბიჭებო კონცერტი. ხართ ეს ერთი იმიდან სივრციდან მეორეზე თუ ეს მარტო ახალ წელს ხდება? მადლობა კითხვისთვის და პირველ რიგში მოწვევისთვის. ნინო გილოცავთ ეთერს, თქვენც ახალი დაწყებულია, ვიცი, მაგრამ სერიოზული ემცი. ყურადღების ცენტრშია და ძალიან გვინდა, ხო? გისურვებთ უდიდეს წარმატებებს. პირველ რიგში გილოცავთ, მანდილოსნებო, 8 მარტს. მართლა ალბათ ყოველი დღე რა თქმა უნდა თქვენია, თქვენ გვალამაზებს და გვაცოცხლებთ ჩვენ მამაკაცებს, თქვენი ღიმილი და თქვენი კარგად ყოფნა. ყველას მიულოცა ამ ლამაზეს დღესასწაულს და ალბათ მარტი მართლა გამორჩეულია დედის დღე, კალთა დღე და შესაბამისად ღონისძიებებით საკმაოდ დატვირთული ვართ. გუშინ ბოლნისში გახლდით, ეს დიდი პროგრამა მივეცეთ იქ მანდილოსნებისთვის, რა თქმა უნდა. ბიჭებსაც გვაქვს დაგეგმილი, მე დღესაც მოვეფერები ჩვენს მანდილოსნებს ძალიან ლამაზ ადგილზე, ფილარმონიის გვერდზე. და რა ვიცი, აი ვცდილობ რომ ყოველი კონცერტი ყოველთვის განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან. ყოველთვის ახალ პროდუქციას ვთავაზობ და აი კონკრეტულად ამ სიმღერაზე გამომეორდებული და ვიტყოდი რომ ძველი სიმღერების განახლება დავიწყე. საკმაოდ ბევრი სიმღერა მაქვს უკვე რეპერტუარში განახლებული. ოთარ ამიშვილის ძალიან ბევრი სიმღერა გამაახლე, რომელიც ჯერ საავშკაროზე რომელიმე მათგანი ხმებში რა თქმა უნდა. აი ბიჭებთან ერთად ძალიან ბევრი ერთობლივი ნამუშევარი მაქვს უკვე, იმდენი დუეტები დაგვიგროვდა მე და კვარტეტს, რომ ალბათ ერთი ლამაზი ალბომიც გამოვა. ბიჭების არსებობაც, აი მათი რეპერტუარი, მათთან მუშაობა, ვცდილობ რომ ყოველთვის რაღაცა სიახლე შევთავაზო ბიჭებსაც და შესაბამისად კვარტეტი ხანგების მსმენელსაც და ალბათ ეს კლიპიც არის აი ამ ყველაფრის გვირგვინი ჩვენი დიდი შემოქმედების, ამდენი წლის ურთიერთობის, ფაქტობრივად ბავშვობიდან მოვდივართ ერთად, ჩემი უახლოესი მეგობრები არიან, ნათესაური კავშირიც გვაქვს, ნათლი მირონი და გაგაცანი მარიამი. მარიამ კობეშავიძე, უსაყვარლესი, აქაც ნათელი მირონია, რა თქმა უნდა, მარიამის მამიკო, დათო კობეშავიძე არის ჩემი ტყუპისცალის ნათლია და ასევე ჩემი მარიამის ნათლია და აი ესეთი ოჯახური ნათლმირონული ესეთი ტანდემი შედგა. კი. შედგა უკვე რა. და ესე სპონტანურად წამოვიდა, რომ მარიამი პროფესიით ესე იგი მოდი თვითონ თქვას ვოკალურ ჩვენ ძალიან გვიყვარს რაღაც ახალი სახეების წარმოჩენა და ალბათ მე ამას მომსახურებოდეს. მე ვიცი რომ თქვათ მეტნაკლებად რაღაც რეიტინგზე ორიენტირებისთვის თუ არ ვიცი რატომ მაინც რაღაც შოუები არიან ორიენტირებული კარგად ნაცნობ სახეებზე. ჩვენი გადაცემა კი ყოველთვის უნდა რომ ვცდილობდეს ახალი ნიჭიერი ადამიანების გამოვლენას და ეხლა სწორედ თქვენი ვარსკვლავური წუთი დაიწყო. ძირითადად კლასიკურ ვოკალშია მარიამი, მაგრამ კლასიკურ ვოკალში ვიყავი, მაგრამ რაღაცა გაჩნდა ეგეთი იდეა, რომ მე და დათოს და კვარტეტ ხანგებს ჩაგვეწერა კლიპი. და ამაბრუნა ისევ ესტრადაზე. საცალო. მე სამედიცინოზე. კლასიკურ ვოკალზე კერძოდ მუშაობდით მასწავლებელთან. ქალბატონ მარინა ფარულავასთან. და რატომ აპირებდით რომ რაღაც უფრო ისეთი აკადემიური მიმართულება აგერჩიათ? თუ ექიმი რომელიც თან საოპერო არის მღერის ეს კარგი სინთეზია თქვენთვის. დიახ, ეგრეთ შეიძლება ითქვას. რა სიტყვით ამ სიმღერაზე დათო ცოტა ხანი გვაჭროვე. სიამოვნებით. დათოს სიმღერებს ხალხი მღერის, უყვართ მისი სიმღერები ძალიან და რადგან თქვენ ახლობლობთ, ალბათ კარგად იცნობთ მის რეპერტუარსაც. ამ სიმღერაზე როცა შემოგთავაზეს, მოგეწონათ თავი? ძალიან, იმიტომ რომ ძალიან განსხვავებულია. სხვანაირი დათვარჩვაზე იქნება. თანამედროვე ესეთი. თანამედროვე. საცეკვაო, პოზიტიური. ხო, ანუ ეს არ არის რაღაცა ტრადიციული ქართული სიმღერის მიმართულება, ხო? უფრო არის რაღაცა გასართობი დატვირთვისთან. თვითონ სიმღერის განიშნულებაც, არანჟირებაც, აი ყველაფერი არის გათვლილი იმაზე, რომ იყოს ცოტა მოძრავი, სახალისო და მე ვიტყოდი, რომ ამ კლიპის თავარი დანიშნულება მოგეხსენებათ ამ დაძაბულ ცხოვრებაში ცოტა დაჭიმულია, დაძაბული ხალხი ზოგს მისალმებაც ავიწყდება
და აი ამ ყველაფრის საწინააღმდეგოდ უპოზიტიურესი ძალიან კეთილი განწყობა შევქმნით ვიდეო რგოლში, რომ ყველამ უნდა ვეფეროთ ერთმანეთს, მაქსიმალური მოფერება, ღიმილი, სიკეთე ვაჩუქოთ ყოველ წუთას ერთმანეთს და კლიპის იდეა არის მხოლოდ და მხოლოდ ეს. ვინ არის ესე იგი ტექსტის ავტორი? სიამოვნებით ბიჭი ივანიშვილს მოვიკითხავ თქვენი ეთერის მეშვეობით. უნიჭიერესი ახალგაზრდა პოეტი დამეთანხმებით ალბათ. ჩემი ალბომის რამოდენიმე ძალიან განსაკუთრებული სიმღერა აქვს ბიჭის შექმნილი, ნინო ქათამაძის ნამღერი სიმღერა და თუნამ გელაძის ნამღერი სიმღერა. აი რამოდენიმეა, მაგრამ აი ძალიან განსხვავებული აბსოლუტურად და იმიტომაც შევარჩიე ახალგაზრდა განსხვავებული პოეტი, უნიჭიერესი. აი უსიტყვოდ გაიგო ჩემი იდეა და ჩემი სურვილი ამ კლიპის დედა აზრი, რომ ყოფილიყო აი ესეთი თანამედროვე და პოზიტიური. რამდენიც ვიცი სიმღერას, რომლის ვიდეო რგოლის პრემიერას ეხავ თავაზობთ, არანჟირების ავტორი არის პეკე, ბრავორეპის პეკე, რომელიც რა თქმა უნდა თავისი სახელი და გვარი იმ ხარისხთან ერთად მამუკა ბეგაშვილი. მოდით და შევთავაზოთ ეს ვიდეო, ხო? მეც რაღაც ვერ ვნახე სრულყოფილად და თქვენთან ერთად ვნახავ. მე მინდა მაყურებელს ეხლა დავემშვიდობოთ. ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო კვარტეტ ჰანგებს იმისთვის, რომ ჩვენთან ერთად იყვნენ და პირველი სტუმრობაა ჩვენი და კეთილი იყო. წარმატებები თქვენ, ძალიან დიდი მადლობა. იმედი მაქვს ჩვენს გადაცემაში სტუმრობა თქვენთვის რაღაც ახალი წარმატებების საწყისი იქნება. და ბოდიში ნინო უპირველეს მადლობა ჩვენს დათო კობეშავიძეს, რო არა ბატონი დავითი ეს პროდუქცია არ შედგებოდა საერთოდ და აი ესე ოჯახურად დაგვიგვირგვინა ვიდეო რგოლით ეს ყველა. სარვა მარტოთ სწორედ სატელევიზიო ვიდეო მუსიკალური კლიპის პრემიერას გიტოვებთ ჩვენს ეთერში. მე კი ორ შაბათამდე გემშვიდობებით. ახლა ერთად მოვუსმინეთ და შევაფასეთ. სისხლები ეფერება ჩვენი ქალაქის ქუჩებს სიხარული გვეფინება გაგვიფერადებს გულებს ხედავს სახებს ეღიმება გულის სიმღერით აგვევსება ჯერა გავბრინდებით და ჩვენი ხმა მივით ელს ქვეყანას გასწრება სიყვარულზე ნათლები ხიარული ამბები ისევ ნახვის იმედით მოვლენადება დღეს ხარ ჩემი ცისკარი რომ მიყვარვარ მითხარი ვარსკვლავი ხარ კაშკაშა გამწინარი როკი გარბის არ ჩერდება არ ჩერდება სიზმრები ყველანად რა აგვიხდება თუ კი ერთად ვიქნებით გულის სიმღერით აგვევსება ფერებით როცა